მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქეთის სამზარეულო თავგადასავალს. მე ისევ ჩემ ახალ სტუდიაში ვარ და დღეს ჩემი სტუმარი იქნება რუსკა მაყაშვილი და გავიგე რომ ძალიან უყვარს ბევსტროგანოვი. ხო და მეც გადავწყვიტე რომ პრინციპში კლასიკური ვერსია უნდა გავუკეთო ბევსტროგანოვის და გარნირად როგორც წესი არის ხოლმე ან ბრინჯი ან კარტოფილის შემწვერაცა. მე გადავწყვიტე რომ დღეს გავუკეთო კუსკუსი, რასაკვირველია, ესეთი საყვარელი ქართული ტრუფელით. და ეს რაღაცნაირი ბალანსი და ძალიან საინტერესო ვარიანტია, ესე ვფიქრობ. ეხლა დავიწყებ გაკეთებას, პირველ რიგში რას ვაკეთებ? მე ვხმარობ საქონლის სუქს და რატომ? იმიტომ რომ როგორც მიხვდით ალბათ უკვე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მალე გავაკეთო ჩქარა და ნაკლებად ვიწვალო. ამდენად ეს ხორცი ძალიან სწრაფად და კარგად იწვება და რბილია და არ ჭირდება დიდხანს, ვთქვათ, წვა და მერე შემდეგ ხარშვა. ამიტომ საქონლის სუქისგან გავაკეთებ დღეს. ავიღებ ეს საქონლის სუქს და წვრილად, ესე წვრილ ნაჭრებად დავჭრე. ერთ-ერთი საყვარელი კერძი ალბათ ყველა ოჯახში ეს ბიფსტროგანოვი და არის ბიფ ხორცის სტროგანოვის სტილით, ესეთი გრაფი იყო სტროგანოვი, რომლის სახელთანაც კავშირდება ეს კერძი და მეც დღეს გავაკეთებ ამ ყველასთვის საყვარელ კერძის პრინციპში მაინც ჩემებურ ვერსიას. ესე წვრილ ნაჭრებად ვჭრი ახლა ამ ხორცს და ნახეთ მერე რას ვიზამ. ეს ძალიან კარგი და რბილი ნაჭერია და არაჩვეულებრივად რბილი გამოდის ეს ხორცი ამ კერძში. ეს აქ მაქვს ესე ფქვილი ჩვეულებრივი, ამ ფქვილში ახლა ჩავყრი მარილ ესე და ახლა რას ვაკეთებ? აი ამ ხორცს ესე ამოურებ აი ამ ფქვილში. კარგად. ესე ახლა ჩავთავ ჩემ გადასარევ დენის ქურას, რომელიც ძალიან მალე ცხელდება. ეს ძალიან მომწონს, ამ ბოლო დროს ავიჩებ ეს ესე ვაკეთებ ზეთი, ცოტა ესე ზეითუნის და კარაქი. ტექსტურა მომწონს ამის ძალიან ერთად. და კარაქი, ახლა ამას აქ დავადნობთ კარგად. ამასობაში ტაფაც დაცხელდება და ამ ჩვენ ხორცებს დავაყრით ახლა ამ ტაფაზე. გესმით ალბათ ხმაც უკვე გაცხელდა ეს ჩვენი ზეთი და კარაქი. ძალიან ნაზი სტრუქტურაა, ისე მომწონს ერთად, აი არ ვიცი. ავიჩემე ყველაფერს ესე ვაკეთებ ახლა. და აი ამ ცხელ უკვე ტაფაში და ცხელ ზეთში და კარაქში ყრია ესე ხორცებს. ეხლა დავამატებ კიდე ცოტა მარილს და პილპილს. ესე მოიწვება ახლა კარგად ჩვენი ხორცები. ეს ალბათ ყველასთვის ძალიან საყვარელი კერძია, ყველა სახლში ყოველთვის სხვადასხვანაირად კეთდებოდა. მახსოვს ბებიაჩემს ძალიან უყვარდა და აკეთებდა ხოლმე, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო ამის კეთება და ისიც მახსოვს, რომ ყოველთვის თბილისში ყველა უკეთებდა არაჟანს, იმიტომ რომ ნაღები არ იყიდებოდა ჩვენ არ იყო ასე ვთქვათ და ყოველთვის რაღაცა არ მომწონდა ხოლმე მე თვითონ ამ კერძში და მე მივხვდი რომ არ მომწონდა. ეს იყო ზუსტად ის არაჟნის ოდნავი სიმჟავე და აი ნაღები ზუსტად იმას აკეთებს, აი რაც უნდა ქონდეს, არანაირი სიმჟავე არ აქვს და აქ აი ზუსტად ის პიკანტურობა, რომელიც უკვე ძალიან მომწონს. სანამ ეს ხორცი იწვება, მე უნდა მორევა სულ და ფქვილი არ მიიწვას და მაგრამ ეს ფქვილი რომც მიიწვას, მე კიდე უნდა დავამატო კარაქის ზეთი და ხახვი უნდა მოვთუშო და სოკო და ეს ერთმანეთში აერევა და გემრიელი იქნება. ეხლა სულ ცოტა ოდენი ბულიონი მინდა რომ დავამატო ამას. ეხლა ცოტა ხანი ეს ხორცი თითქმის მზად არის. გადავიღებ ამას ესეთ ფორმაში. ეხლა ეს ცოტა ხანი აქეთ გადმოვდოთ. ჭირდება ტაფა, რომელიც გაცხელდება ხორცებს.
დავჭრე ხახს. ესეც ხახვი, ესე. ეხლა მჭირდება სოკოები, რომ დავჭრა. აი საკმაოდ დიდებად ვჭირო, იგრძნობოდეს, მიყვარს. აი ესე, ეხლა დავამატებ სულ ცოტა კარაქს კიდე. ოდნავ მინდა რომ მოითუშოს, ხახვი კარგად არის მოთუშული. სოკოები ძალიან არ მინდა რომ მოითუშოს, აი ხედავთ ალბათ როგორ შეიწოვა ეს თელი ცხიმი ამ სოკოებმა. მინდა რომ ოდნავ მოითუშოს და მერე უკვე შევაერთებ ერთად ხორცს და აი ამ ბოსტრეულს და დავამატებ კიდე მთელ ამბებს. მარილი ეხლა გვინდა ჩვენ ნიორი და ნიორს უკეთებ უფრო ესე ბოლოსკენ. აი დავჭყლიტავ ნიორს, არ მინდა რომ ძალიან შეიწვას. ხედავთ, აი წვენიც გავუშვა უკვე სოკოებმა. და ახლა დავუმატებ უკვე აი ამ ხორცს ისევ. ეხლა უმატებ ესეთ რამეს, ჩვენთან რაღაცა აი ადრე როგორც აკეთებდნენ სახლებში, არ ამატებ, მე უმატებ ცოტა ტომატის პასტას, ესე. ვუმატებ აუცილებლად კიდევ ბულიონს, უჯობესია ხორცის ბულიონი იყოს, ან ბოსტნეულის. ესე. ცოტა ბულიონს კიდევ ვუმატებ, ესე. ესე და ბოლოს ნაღები. ეხლა დავუმატებ ბოლოში მუსკატის კაკალს, რომელიც ძალიან უხდება. აი თითქმის ჩვენი ბიფ სტროგონოვი მზად არის და ეხლა დამჭამ ბოლო შტრიხები, ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა ამას გამოვთავ უკვე, იმიტომ რომ მზად არის და როგორც გითხარით, გარნირად მექნება კუსკუსი. ეხლა ეს კუსკუსი ძალიან ადვილი გასაკეთებელი და მე მგონი ერთ გადაცემაში გავაკეთე კიდევაც. ეხლა იმისთვის რომ გავაკეთოთ კუსკუსი, ჩვენ გვჭირდება, ესე იგი, ეს ჯამი. აქ ჩავყრია. ესე. ეხლა რას ვიდობ? დავაყრი მარილს. პილპილს. ესე. ეხლა აქ ვახერხავ ტრუფელებს. კიდე ზემოდანაც მოვახერხავ. გასხავ ზეითუნის ზეთს. და ჭირდება ჩვენ მდუღარე წყალი. და ესე დავასხავ ხა. თან მოუვიდა. აი ესე ხა დაახლოებით აი დავფარე წყლით ის რაოდენობა კუსკუსზე ოდნავ მეტი წყალი დავასხი და ახლა ცოტა ხანი გავაჩერებ. ეს კუსკუსი გაფურდება, ეს თურქონა მზად არის და ამასობაში ჩემი სტუმარი წმოვა. მე დავბრუნდი ჩემს არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, რუს ყავაყაშვილია დღეს ჩემი სტუმარი, როგორც მოგახსენეთ და პრინციპში ესე დიდი წარდგენა შეიძლება. და დასაწყისში ვთქვი, რომ გავიგებთ, რომ უყვარს ბესტროგანები და გადავწყვიტე, რომ გამეკეთე, მინდა რაღაცა კლასიკური რეცეპტი გავაკეთე და
მანამდე შესავალი გავაკეთეთ, რომ სულ სახში ყველასთან მაინც სხვადასხვანაირი კეთდება. კი, ყველგან შემამჩნია, რომ სხვადასხვანაირი კეთდება ხოლმე. მე ისე მიყვარს ეს კერძი, ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი არის და ყველგან ჭამ ხოლმე, სადაც არის ხოლმე შესაძლებლობა, სადაც მაქვს იგივე სადმე რესტორანში, კაფეში, ან სადმე მეგობართან სტუმრად, ყველგან ჭამ ხოლმე და ყველგან სხვადასხვანაირია. და ხო და გარნირად იყო ვარიანტი, რომ ბრინჯი მომეხარშე კარტოფილი. მე ვფიქრე, რომ ცოტა საინტერესო იქნება და კუსკუსი ქართული ტრუფელი მქონდა და ამიტომ კუსკუსი გავაკეთე ქართული ტრუფელი. ეხლა უნდა ჭამოთ რა ბედნიერება. შენ რა გადასარევია. მე უნდა ვჭამო, მარტო შენ არ უნდა ჭამო? ისე მე რო ვაკეთებ ხოლმე სულ სინჯავ და ამიტომ მე რა მაქვს აღარ გიდება. აი მარილი და პილპილი თუ დაგაკეთება შეგვიძლია დამატო. მაინტერესებს მე ხორცის სტრუქტურა როგორ მოგეწონათ და რა ღმერთო ჩემო. რა კარგი არ არსებობ. არა, სასწაულია. იცი როგორ გიყვარს შენ ეს ტომატით გიყვარს თუ უტომატით? ტომატით. კი. ბებია ჩემი ყოველთვის ტომატით მიკეთებდა ხოლმე და გარნირად ესე კარტოფილს ძალიან ჭრილად ჭრიდა ხოლმე და არ ეზარებოდა თან და ყოველთვის ტომატის გარეშე არც მომწონს პრინციპში ყველაზე გემრიელია რა? კი, ბევრი ვერსიებია ამ კერძის სხვადასხვა. მიხარია რომ მოაპრიალე. მიყვარს ეგეთი რაღაცები. ძალიან გემრიელია კი. იცი რა, შეთო დაკეთებ? მე თვითონ ვაკეთებ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს და მაგიტო ვისწავლე ამის გაკეთება. თუ ისე საოცარი ამას ვაკეთებ ხოლმე, სულ მინდება რომ ესტროგონოვი ვაკეთო ხოლმე და ისე რაღაცები რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ ხოლმე. პრინციპში რაც არ მიყვარს, იმის გაკეთება არც ვიცი. ანუ ოჯახში ხო შეიძლება უყვარდეთ. აი მაგალითად ჩემთან როგორ არის ის სახში სულ ეკითხები რომ რაღაცა ერთი რამოდენიმე რაღაცა არის ისეთი, რადგან რატო არა გვაქვს და უკვე ბავშვობა იცი, იმიტომ რომ მაგას არ ვუყურებ. ხო, ეგრე. ამიტომ არასდროს არა მაქვს, ნუ ეგ თავისთავად ეგ ისეთი ის არის ხასიათია. თან გიყვარს უფრო მეტად გემრიელი გამოგდის და რაც გიყვარს, ნუ რაღაც მე კიდე მიყვარს ნაღების соуზი მიყვარს ყველაფერში. შემიძლია ყველაფერს მოვასხა და ყველაფერს ჭამ. ძალიან მიყვარს. ანუ ძალიან გემრიელი იყო მართლა. ხო, ნაღების соуზი ისეთია, მაკა პასტაც ძალიან. პასტა მიყვარს, კაი, ნუ ბესტროგონოვის მერე მოდის პასტების სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც მიყვარს ნაღებით, რა თქმა უნდა. ისე არა პამიდრით. პამიდრითაც მიყვარს, მაგრამ რა ქვია იმას, მეორე მითი რო არის ხორცით და მით პასტა. ბოლონეზე, ეგეც მიყვარს ძალიან, მაგრამ მაინც იქით გამიდიოდი. ბოლონეზის გაკეთება ვიცი, კიდე პასტა ვიცი, სოკოთი და რაღაცეებით, ნაღებით და რაღაცეებით, კიდე რაღაც ჩემი ჭკუით რაღაცებს გამოვაღებ ხოლმე ჩემ დედამთილს მაგოს ძალიან ბევრი სპეციები აქვს ძალიან ბევრი და ამას რო ვსუნავ ხოლმე, მომდის ხოლმე რომ ეკნებ ეს ჩავამატო, ესეთ ჩავამატო რაღაცებს ტიტყნი ხოლმე. უკვე აღარ ტიტყნი, ისეთი რამე თქვი შენ, რომ ეგ აღარ არის უკვე ტიტყნი, რომ განწყობაზეა და აი რა განწყობაზეც მოდიხარ. ეხლა რამე გააქვს ისეთი ახალი პროექტები შენ საქმეებზე რო გადავიდეთ? ჩემ საქმეებზე რო გადავიდეთ, კი ძალიან ბევრი პროექტები მაქვს, ხო, ნიჭიერი იწყება 21-ში. და ძალიან ველოდებით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სეზონი იქნება, მართლა ძალიან, ანუ ყოველ წელს ასე ვიძახით ხოლმე, რომ ძალიან მაგარი სეზონი იქნება, ეხლა კიდე უფრო, მაგრამ მართლა ეგრე გამოდის ხოლმე, რომ უფრო და უფრო მაგარი სეზონი გამოდის ხოლმე, კიდე თეატრში ვიწყებ ახალ სპექტაკლის რეპეტიციებს და კიდე ფილმის გადაღებები მეწყება, რომელიც ახალწლად ჩაეშვება კინოთეატრებში. როგორ ავსწრებ ახლა ეს? არ ვიცი, მაგრამ ვასწრებ, იმიტომ რომ მგონია ხოლმე, რომ მოუსწრებელი არაფერი არ არის ესე ზოგადად და ისეთი რაღაცები მომისწრია, ანუ ერთი დღის განმავლობაში მთლიანად, რომ ჯერა რომ არ არსებობს, რომ არ მოასწრებ, ამიტომ ყველაფერს ვასწრებ ხოლმე. საოცრებებს ვასწრებ ხოლმე. ერთხელ ვიყავი ჩაწერაზე და სპექტაკლზე ორივე 2 საათზე იყო დანიშნული და იქაც ვიყავი და იქაც. როგორ მოასწრებ? თუ რაღაცები გავაკეთეთ ისე, რომ სპექტაკლი გამოვიქეცი და გავიქეცი ეგრევე ჩაწერა. ანუ ითამაშე თუ ვითამაშე და წამოხვედი. კი, და მოვასწარი იქაც და იქაც ვიყავი. ამიტომ ყველაფრის მოსწრება შეიძლება. გიყვარს მოგზაურობა? ყველაზე ძალიან. მე გასინჯო რაღაცების. აბა რა. სადაური გიყვარს უფრო მეტად, აი რა მოგეწონა? ან ჩვენთან რომელი რეგიონის გიყვარს ყველაზე მეტად? ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო. გიჟდები, ცხარე ისე ძალიან არა, მაგრამ ეს ღომი და საცივი და გებჟალიები და რაღაცები ძალიან მიყვარს და თან ჩემი მეგობარი მეგრელი არის და ბავშვობიდან
დედამისი სულ ეს რომ მივდიოდით ხოლმე სკოლიდან ჩემ მეგობართან სახლში სულ ღომს და საცივს და რაღაც ეგეთ რაღაცებს გვახვედრე საცივს და კიდე რაღაც ბევრი რაღაცებია იქ და სხვადასხვანაირი ღომის სხვადასხვა ფერის ღომი მამალი და ესეძახდა ხო ყვითელი და მაგაზე გავგიჟდი მაშინ ბავშვობაში და იმის მერე ყველაზე მეტად მიყვარს მეგრული სამზარეულო მაგრამ ცოტა იქითკენ წავიდეთ ძალიან მიყვარს ესპანური სამზარეულო ძალიან მომეწონა იტალიური მიყვარს იტალიური ყველაზე მეტად მიყვარს უფრო მაინც ხო და ფასტფუდები მიყვარს რაც ყველაზე ცუდი გიჟდები ხო ბურგერებზე და ესეთ რაღაცებზე და გიჟდები ხო მაგრამ ახლა ბურგერები სასარგებლო საჭმელიც მიყვარს ხო მაგრამ რატო ბურგერები შეიძლება რომ არა ფასტფუდური იყოს ხო მაგრამ აი მე იქით წავედი ცოტა ხო ესეთი კი მიყვარს ბევრი და დიდი ბურგერები და ჩინური ფასტფუდებიც ჩინურიც მიყვარს იაპონურიც მიყვარს ყველაფერი ნუ ჭამისტი ვარ ვერი ვერ ვიტყვი არის რამე რა არ ჯიშობ რაღაცა ესეთი არა უბრალოდ აი ხო გითხარი აი იმდეს მოძრაობ დღის განმავლობაში რომ ძალიან კაია ეგადა ამას ეხლა ძალიან მომხდა ყურში რომ დაიწყე გასიჯო მითხარი რომ აი ბებიაჩები ეს ალბათ რაღაც შენი ბავშვების გემოწარია კი ბავშვების გემო არის ეგრევე ბავშვობა მახსენდება ეგრევე და სულ მინდა რომ რაღაცა თან ბებიაჩები ძალიან გემრიელად ამზადებდა ყოველთვის ანუ ძალიან მენატრება ხოლმე ბებიაჩების გაკეთებული საჭმელი იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებულად გამოსდიან ნუ ყველა ბებიაზე ალბათ ესე იტყვის მაგრამ აი ბებიაჩები მართლა რაღაცა საოცრად იმიტომ რომ ბებიაჩემის დედა ჩემი დიდი ბებია იყო საოცარი კულინარი ძალიან გემრიელ რაღაცებს აკეთებდა და ბებიაჩემის საინტერესო რეცეპტი იცი რა ბებიაჩემის რეცეპტიც ვიცი ნამცხვარს აკეთებდა ნიგოზით და რა ყოთ არ ვიცი იგი იმიტომ რომ უფქვილოს ხო და თან ოღონდ ეს რეცეპტი ახლა ვეძებეთ სახში ბებიაჩემს დიდი წიგნი აქვს ძალიან თვითონ ეწერა და ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ იმიტომ რომ ნამცხვარი საერთოდ არ მიყვარს ტკბილიც არ მიყვარს მაგრამ აი ეს ნამცხვარი ძალიან მიყვარდა ეს ნიგოზით თაფლით რაღაც ვერ მივაკენით ჯერჯერობით ეხლა აი ჩემთან რამოდენიმე ესეთი მსახიობი იყო და სულ ეკითხები ხოლმე მაინტერესებს სპექტაკლებზე მაინც ვფიქრობ რომ უფრო მაინც ბუტაფორია და ბუტაფორია არის ხოლმე ოღონდ როგორი ბუტაფორია იცი რომ ნამდვილს გავდეს შეიძლება იყოს ანუ ერთხელ იყო ესეც სპექტაკლში თამაშობდით და რაღაცა ხინკლები მოიტანეს და ანუ გავს ნამდვილ ხინკალს იმიტომ რომ ცხელია ბოლიაზდის და ანუ ორთქლიაზდის და ნუ თან ძალიან შეისტერიკა მქონდა მე ისე მშიოდა და სპექტაკლში ავიღე და გავაქანე ეს ხინკალი ეგრევე გვირში და აღმოჩნდა რომ ეს ხინკალი იყო ცომი ნამდვილი ცომი მაგრამ შიგნით იყო ძალიან ბევრი მარილი ფქვილი ყველაფერი უბრალოდ რომ გავსებული იყო და ეს ყველაფერი გავიქანე პეშ და ეს ბოლოს მარილი აი მაგ შემთხვევაში არ შემხომ რომ ეს ემოცია ხო უნდა არა ეს ემოცია აი ესეთი სახით გადავყავე ცოტა ამოვახველეს ფქვილი ცოტა გავფანტე სცენის მწვერში არა რა თქმა უნდა არ უნდა შეიმჩნე რამე არის ისეთი უცნაური აი რაც სადღაც გაგიცინია და ჩაქრჩა უცნაური იცი არის ანუ უცნაურ რაღაცებს არ სინჯა ხოლმე მაგრამ ერთხელ მომატყუეს იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცები რაც არ ვიცი იმის ჭამა არ მიყვარს ანუ ძლივს მასინჯებენ ხოლმე მაგალითად სოკო გავსინჯე რაღაც 5 წლის წინ სუში არასდროს არ მქონდა ნაჭამი და ეხლა ბოლო 3-4 წელი რაც დავწერ იმიტომ რომ აი ვერ ვეკარებოდი და ერთხელ მეთქვა ძალიან გემრიელი არის შემწვარი რაღაც მოგვიტანეს ესეთი რაღაც თხელი რაღაცები და ძალიან გემრიელი და არ მევდა რა არის მეთქი ვეკითხები ქათმის ხორციო პატარა ქათმუშკები არის შემწვარი და აღმოჩნდა რომ ჭამე ბაყაყის ფეხები ოღონდ როგორ ჭამე იცი რომ აი და ხო მიხდი ხო ეგრე და ძალიან გემრიელად შევჭამე რა იყო ხო და არ ვიგრძნობდი და მითხრა თან რა არის თქვა ანუ და მითხრა რომ ბაყაყის ფეხები არისო და ეგრევე და არ მოგეწონა აი მე ცუდად გავხდი არასოდეს აღარ გამისინჯას ძალიან მომეწონა რო არ ეთქვათ მე შეიძლება კიდე გამისინჯა მაგრამ რო გავიგე რომ ბაყაყის ფეხებია ვერ გაუძლე. იმიტომ მე ძალიან მიყვარს და ახლა ვაპირებ რომ გავაკეთო ტესტავე ერთად ჩემ ერთ-ერთ ბაყაყის ფეხები? კაფეში და ხო მინდა რომ გავაკეთო რომ ძალიან გემრიელი და იწובה და აი როგორ chicken finger არის. ხო, chicken fingers-ივით იყო, ეს მეც ეგრე მეგონა რაღაცა, მაგრამ და კაი соуსები უნდა მოვუფიქრო და ძალიან გემრიელი და მაგრამ მაინც ვეღარ გამერია. ვერა ხო? ბაყაყი. ბაყაყი ესე მიყვარს რომ დავიჭირო და ვეთამაშო. მე კიდე ესე ვერ დავიჭერე და ისე ძალიან გემრიელი. აი, აუცნაურია. ხო, აი ბაყაყს ვერ შევჭამ. არის ესეთი ვარიანტები რომ მაგალითად ცნობილია როგორც ვიცი, რამდენადაც ვიცი, ხსტები რომ თქვა სოფი ლორენი ყველა გადაღების წინ პასტას ჭამდა და იმ კალორიებს ან ნახშირად ენერგიას იღებდა ასე ვთქვათ რა და აქ როგორ ახლა ეს როგორ იცი გადაღებებზე საქართველოში ესე არის ხოლმე რომ შიმშილით
ხვდებით ხოლმე. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ანუ თქვა დილის 7-ზე ვიწყებთ გადაღებას, ნუ იქ კეთერინგი არის ხოლმე, მაგრამ ნუ როცა იწყებ გადაღებას, თუ ვერ გაჩერდი, თუ სანამ არ დაასრულებ რაღაც კონკრეტული რაც გადასაღებია, ვერ ვჭამთ ხოლმე თან ესეთი წესი არის ხოლმე გადაღებებზე, რომ სანამ ყველა არ მორჩება, იგივე გადამღები ჯგუფი, რაღაცა გამნათებლები ისინი სანამ ყველა არ მორჩება, მე შეიძლება არაფერი არ მქონდეს საქმე, მაგრამ სხვა სცენას იღებდნენ. მე ყველა ერთად ვჭამთ ხოლმე და ამიტომ ვარ ხოლმე ნუ რაღაცა გაფსიხებული გიჟი, იმიტომ რომ ჭამის, ანუ მშიერი როცა ვარ, არაფერი, ანუ ტვინი მეკეტება და შია ერთი არის, მარტო ეს შემიძლია ვიძახო. და ამიტომ მშივრები ვართ ხოლმე და რო ვჭამთ ხოლმე, მე ისე ნახევარ საათში ვიმდე. შეიძლება რომ იყო ის. აუცილებლად მე ზოგადად ძალიან ბევრი მსახიობი, მაგალითად არც გადაღემ გააჩნია მე რაღაც პატარა დასვენება, მაგრამ სპექტაკლის წინაც არ ჭამს ხოლმე. ეგ მაგალითად მიდიხარ 3-ზე რეპეტიციაზე ან 2-ზე და მე ვთქვათ ეს რეპეტიცია დამთავრდება 2 საათში და 7-ზე იწყება სპექტაკლი. მე 6 საათზე ვთქვათ მომზადებას იწყებ მე როგორც ვარ. და ამ დროს არ ჭამენ ხოლმე მსახიობი. წინა კვირას მქონდა სპექტაკლი და ხალისობდით, იმიტომ რომ ყველა მსახიობმა შევჭამეთ. აბსოლუტურად და ბოლოს აი იმდენი ვჭამეთ თან რომ აი გავგორდით ყველა სცენაზე. ხუმრობდით რაღაც ცუდად, მაგრამ ამას არ მოყვები, მაგრამ მართლა გავგორდით. და როგორ ითამაშეთ? გადასარევად. ცოტა მუცლებით არა უშავს. ხო, ანუ მე მგონია ხოლმე რომ მაგრამ სპექტაკლის მერე ვჭამ საქმის მაგაში. მე მგონია რომ შენ ლისისტრატეზე ლაპარაკობ. მართალი ხარ შენ? სპექტაკლია. ხო, მართალი ხარ, ეხა მქონდა ლისისტრატე და ძალიან რაღაცა სხვა მსახიობები რომლებიც არ ჭამენ ხოლმე სპექტაკლის წინ მაგათაც ესე მომბაზეს და იმიტომ რომ შემოვიდნენ დამინახეს 45 იმითი რა ქვია, კოტლეტით ხელში. რამე არის ესეთი როლი რომელიც აი შენი ოცნების როლი და გინდა რომ ითამაშო. იცი რა, ადრე მქონდა ის ბავშვობაში თეატრალში რომ ჩავაბარე, ვოცნებობდი ანტიგონეს თამაშს. მე ცოტა გავაფრინე და გადავედი უკვე ამბიციები შემომაწვა თუ რა იყო, არ ვიცი და რიჩარდ მესამის თამაში მინდოდა მე. არ ვიცი, ეთყობა გაფრენის პერიოდი ეს თეატრალში რომ აბარებს, ახლა თეატრში ხო რაღაც ის გემართება რა, როლში შედიხარ და ეხლა უკვე რო ვფიქრობ, საოცნებო როლი ესე არ მაქვს, მაგრამ იმიტომ რომ მგონია ხოლმე რომ როდესაც რაღაცაზე მუშაობ, თვითონ მე, როდესაც რაღაცაზე მუშაობ, თუ არ მოგწონს ის რასაც აკეთებ, რაც არ უნდა ცუდი იყოს, რაც არ უნდა ცუდი რეჟისორი მუშაობდეს შენთან, რაც არ უნდა არ მოგწონდეს შენი პერსონაჟი და არ ეთანხმებოდე აბსოლუტურად, მგონია რომ მაინც იმ პერიოდში საოცნებოდ აი ეს როლი უნდა გაიხადო და ხო, რომ გამოგივიდეს, რაც კარგად გამოგივიდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ეთყობა მსახიობს როდესაც არ მოსწონს თავისი პერსონაჟი, იმიტომ რომ ყოველთვის ეთყობა რომ აი არ თამაშობს, რაღაცა გულს არ უდევს. ადრე ეგრე ვიყავი და ეხლა პირიქით შედიხარ. ისე გავაკეთო რომ აი ამაზე ვოცნებობდი, აი ამ როლზე ვოცნებობდი და ვცდილობ რომ ძალიან შევიყვარო ეს პერსონაჟი და გამომივიდეს. ამიტომ რომელსაც ვთამაშობ, ის არის ჩემი საოცნებო პერსონაჟი. ანუ ესე არის რომ ეს რაღაც არ მოგწონს და მაინც თამაშობ. კი. აი თქვა ფილმზე ხო შეგვიძლია თქვა რომ ეს არ მინდა. თუ მაგის ფუფუნება ჯერ ჩოდა რა. იცი რა, მაგის ფუფუნება შეიძლება, ანუ კი, როგორ არა გაქვს, მსახიობი როცა ხარ, შეგიძლია რაზეც გინდა უარი თქვა და რაზეც გინდა არა, მაგრამ თეატრი მაინც სხვა რაღაც არის, იმიტომ რომ იქ, როდესაც შტატის დასის მსახიობი ხარ, იქ განაწილებენ და ნუ არ გაქვს ესე უფლება, რომ უარი თქვა, რაღაც ამჯერ გაქვს უარის უფლების თქმა და მე ჯერჯერობით ამ სამს ვიტოვებ, რომ იქნებ რაღაც კოშმარი რომ დამაწყდება თავს მერე ვთქვარი და კინოში რაღაც სცენარს წაიკითხავ და არ მინდა არ მომწონს და ნახვა. ხო, შეიძლება. კი, შეიძლება. და მაგის ფუფუნება, ხო, გავიხადეთ მაგის ფუფუნებას, რომ თქვა, რა თქმა უნდა, ანუ ეს ამბიცია არ არის, უბრალოდ არ მოგწონს, არ ეთანხმები და არ გინდა და არ თანხდები. არ არის საინტერესო. ხო, იმიტომ რომ მე თავიდან დასაწყისში ყველაფერს თანხდებოდი და ყველაფერში ვთქვათ, რომ რაღაც წინსვლა მქონოდა, იმიტომ რომ რაღაცებში რომ მიიღებ მონაწილეობას, მე შენ თოხდები რა გააკეთე კარგად, რაც უდად და გაფილტრავ ამ ყველაფერს და ეხა უკვე გადავწყვიტე, რომ აი რაღაც რაც გავაკეთე, ერთი და იგივეს კეთება კინოში აღარ არის საჭირო და ამიტომ უარს ვამბობ აი ესეთ გოგოების თამაშს, ამიტომ ველოდები რაღაც სერიოზულ როლს და ნახოთ. აი ესეთ დადებით ენერგიებზე და ამაღლებულზე, მე თქვენ დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.